დღეს მე-12 კლასელებისთვის სკოლებში ბოლოს არის დაირეკა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონის შესაბამისად, ქვეყნის ყველა სკოლაში დღეს ბოლოს არის დაირეკა. საქართველოს მასშტაბით წელს სკოლა 38650 მოსწავლემ დაამთავრა. სკოლებში კი ეს დღე საზეიმოდ აღინიშნა. პირველი რიგში ვისურვებდი ყველას ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას და აუცილებლად ვისურვებდი, რომ ყველა ჩვენგანი ჩამოყალიბდეს სასურველ ადამიანებად, რომელიც გამოადგება ჩვენს სამშობლოს. 4 წელი პარალელი არის. ორიძიება გქონდა? არა. ანუ კლასში გქონდა კი რაღაცა აი ჩვენი კრებულია პირველი კლასიდან მე-12 კლასამდე ყველა ექსკურსიის გასაფასებელი ფოტოები და მოგონებები ერთად გავიხსენეთ წასულ იმასთან კლასელებთან ერთად. ყოველთვის ამაღელვებელი არის დღევანდელი დღე ყველასთვის მე-12 კლასელისთვისაც, მშობლისთვისაც, მასწავლებლისთვისაც, ყველასთვის და ამიტომ დიდი სიყვარულით ვულოცავ ამ ლამაზ გოგონებს და ვაჟებს დღევანდელ დღეს. თავიანთი ჩანაფიქრების ასრულება ჰქონებოდეთ და ყველანაირი მიზნები შეესრულებინოთ, ისე რომ მეცხოვროთ ძალიან ლამაზ საქართველოში, ერთიანთლიან დამოუკიდებელ საქართველოში და ყველა მსურვილების ასრულებას უსურვებთ ჩვენ საყვარელ პატარა მომავალ თაობას, ამ ლამაზ თაობას. გორის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში წელს სწავლა 2078-მა მოსწავლემ და 51-მა საჯარო სკოლის მე-12 კლასელმა დაამთავრა. წელს გორის მუნიციპალიტეტის 51-მა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაამთავრეს სკოლა. საერთო ჯამში ეს არის 1278 კურსდამთავრებული. მინდა გულით მიულოცო თითოეულ მათგანს სკოლის აი ამ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დაძლევა, უსურო წარმატებები მომავალ ცხოვრებაში, უსურო ნაყოფიერი და შემოქმედებითი საქმიანობა, წინ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გზები აქვთ მათ გასავლელი, იქნება ეს სტუდენტობა, იქნება ეს შრომითი მუშაობა თუ სხვადასხვა და აი ამ რთულ გზაზე მინდა უფრო ნაყოფიერი, უფრო წარმატებული და უფრო საინტერესო მომავალი უსურვო მათ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო თითოეული მათგანის მასწავლებლებს, მშობლებს, მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, თითოეული სკოლის ხელმძღვანელობას, რომლებმაც ყველანაირად იზრუნეს და იშრომეს, რომ შეექმნათ და ახლაც უქმნიან ძალიან საინტერესო მშვიდ ლამაზ ატმოსფეროს, რათა თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს შესაბამისი სრულყოფილი განათლება. ამასთან უკვე ცნობილია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სულ 39000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.